გავრცელებული ინფორმაციით ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ მხატვართა კავშირის შენობაში, რომელიც იანვარში დაიწვა, სურათების გალერეის ფონდის რამდენიმე გადარჩენილი ნამუშევარი იქნა აღმოჩენილი. გალერეის დირექტორის სურამ სარქანიას თქმით, შენობის გაწმენდისას მეორე სართულზე, რომელიც სურათების ფონდს ეკუთვნოდა, იპოვეს ვალენტინა ხურხუმალის სკულპტურული კომპოზიცია. პატარა მხედრები. გადარჩა ასევე ალექსანდრე ჩაჩბა-შარვაშიძის რამდენიმე ნამუშევარი. ასევე თეატრალური დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები. მოგვიანებით სურამ სარქანიამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ხანძრისგან დამწვარ შენობაში არავითარი სურათები არ არის ნაპოვნი. მათ მხოლოდ დეკორატიული სკულპტურის რამდენიმე ნატეხი და თეფში იპოვეს, რომელთა აღდგენაც მოხდება. ამ თემაზე დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობენ თბილისში. როგორც აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე ჯემალ ბასარია ამბობს, მომხდარი ხანძრის შემდეგ ჰქონდათ სატელეფონო საუბარი სოხუმში და თავის მხრივ დახმარებაც შესთავაზეს. ჰქონდა კომუნიკაცია იქ სოხუმის კულტურის სამინისტროსთან და უთხარით რა შეგვიძლია, რომ აქ უკვე რაღაც პოლიტიკა არ იყო, აქ უბრალოდ იყო თანადგომა. და ჩვენ გამოვხატეთ ეს თანადგომა აფხაზეთიდან აქ მყოფმა მხატვრებმა დახმარების კუთხით. მადლობა გადაგვიხადეს და გითხრეს, რომ აუცილებლად დაგვიკავშირდებოდნენ, როდესაც გაარკვევდნენ ყველაფერს, რა კუთხით, რა დახმარება სჭირდებოდათ. აი ეს არის აი ინფორმაცია იმ შესახებ თუ რა დაიწვა, რა გადარჩა და ასეთი ოფიციალური არ არის. მე კარგად ვიცი ქალბატონი სმირი, რომელმაც ბევრ რაღაცა გააკეთა, მაგრამ ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია, რომ ნამუშევრები არის ნახული და გადარჩენილი. სამწუხაროდ ალბათ არ არის. სხვადასხვა ვერსიები არსებობს, ახლა მე არ მივყვები იმას, რომ ვიღაცამ რაღაცა შეინახა, გადაინახა და ამას მე ვერ ვიტყვი, მაგრამ სინამდვილეში ოფიციალურად არ არის. მე არ ამგონია ახლა ამდენი ცეცხლის და ამდენი წყლის მერე რამე გადარჩენილი იყო იქ. რამე თუ გადარჩა, ეს უცებ ცნობილი იქნებოდა. ახლა 2 თვის მერე რა აღმოაჩინეს, დამალული თუ იყო, სხვა არის და იქ მე არ ამგონია გადარჩენილი იყო. ქართველი მხატვრები თავის მხრივ ზადყოფნას გამოხატავენ აფხაზი კოლეგების დასახმარებლად. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, უკვე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები დახმარების ფონდის შესაქმნელად. ჩვენ გამოთქვით სურვილი ხა ჩვენი სამინისტროების დონეზე, ჩვენ აფხაზეთის ჩვენ ვაპირებთ რას იცით, მაინც ხა იმის მერე რასაგვირია იმას ვერავინ არ აღადგენს იმ ნამუშევრებს. ჩვენ გამოთქვით სურვილი ახალი თაობის ნამუშევრების შეძენა, ჩვენ გვინდა ფონდის შექმნა აფხაზეთის მხატვრებში. არიან მართლა ცნობილი მხატვრები არიან ჩვენ რეგიონებში და მინდა ნამუშევრები შევაგროვოთ და გავუგზავნოთ იმათ. კარგი ნამუშევრები, ასე ღირებული ნამუშევრები, მაგრამ ეხლა პრობლემაა, იმიტომ რომ გითხეს, რომ მაინც არ მიიღებენ და ცნობილი არც მიიღებენ, იმიტომ რომ მაგათ ცოტა სხვა პოზიცია უჭირავს ქართველებთან მიმართებაში, მით უმეტეს ჩვენთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა კერძო შეხვედრებში კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ აი ოფიციალურ დონეზე ვერაფრით ვერ გადავლახეთ ეს იმათ ეშინიათ იმის რომ ვიღაცა გაიგებს, ნუ ვიღაცა ცნობილია, ვინ გაიგებს და იმათ მოხდებათ რაღაც უსიამოვნება. ოკუპირებული აფხაზეთის პრესაში არაფერია ნათქვამი ქართული მხარის მიერ შეთავაზებული დახმარების შესახებ. სამაგიეროდ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაფხულში იქ დასახმარებლად ელოდებიან რუს რესტავრატორებს, რომლებიც ხანძრისგან გადარჩენილ სურათებზე იმუშავებენ.